ნახეთ რამდენი ვნახეთ აი რამდენი ვნახეთ ვერ დაიჯერებთ ზუსტად 3 საათში ჩვენი სახლიდან არც თუ ისე შორს ვნახეთ 10 კილოგრამის სოკო ტექნოლოგია ამ ვიდეოში გასწავლით თუ სად შეიძლება ამოვიდეს სოკო და სად უნდა ეძებოთ ტყეში კონკრეტული სოკოები. ასე რომ ბოლომდე უყურეთ, დარჩით ბოლომდე ვიდეოზე და დეტალურად აგიხსნით სად უნდა მოძებნოთ ტყეში სოკო. მოკლედ დილით 6 საათზე ავდექით, წავედით ჩვენი დიდი ტრაქტორით და რამდენიმე ძაღლით სოკოს საძებრად და თავად შეაფასეთ. ეს არის ჩვენთან ეძახიან სოკო ჭეჭკეტა. სხვა სოფლებში ეძახიან ჭადუა, ჭადუა, ჭადა. და რავი, ყველა სოფელში თითქმის განსხვავებული სახელი აქვს და ძალიან გემრიელი სოკოა და რციანი სოკოა სხვათა შორის. და ამოდის ძირითადად თხილნარში ფესვების გაყოლებაზე. მეტნაკლებად იულის საპროგნოზო სოკო არის. საპოვნად. იმაზე მარტივი საპოვნელია ვიდრე. მოკლედ ეს თავგადასავალიც გადაგვხდა ტყეში, შუაგზაში, ეგრეთ წოდებული დიფერი გაედო კუნძულს, მიწის კუნძულს და სამწუხაროდ გაიჭედა ჩვენი ტრაქტორი, არადა ჩემი ძმა მანამდე ძალიან აქებდა ტრაქტორს, რომ ჩემი ტრაქტორი ყველგან. თუმცა საბედნიეროდ მალევე ამოვედით, ხერხის ჯობია ღონესაო, ტროსით მივიმაგრეთ ხეზე და ეგრეთ წოდებული დონგრატის პრინციპით ამოვქაჩეთ ამ მიწის კუნძულიდან ჩვენი ტრაქტორი და გავაგრძელეთ უფრო დიდი ტყის ტექნოლოგია მიქელა, მიკლუა, მიკლოა. ყველაფერს ეძახიან. ეს არის არყა. არყის სოკო, რომელიც არ აკვავს, იმიტომ რომ არ გვიყვარს. აი ეგერაც არის პატარა არყა. არ აკვავს, იმიტომ რომ რთული საკეთებელია და არც გვიყვარს და არც მუღამი არ აქვს პრინციპში. რამდენი დაგროვდა ნა?